საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. ჩვენი გაკვეთილის თემაა ორზე გამრავლება და გაყოფა. დაფაზე თქვენ ხედავთ ორზე გამრავლების ცხრილს. შევავსოთ ეს ცხრილი. რას მივიღებთ თუ ერთს გავამრავლებთ ორზე? მოდით გავიხსენოთ, თუ რიცხვს გავამრავლებთ ერთზე, მივიღებთ იმავე რიცხვს. მაშინ სადამე ერთისა და ორის ნამრავლი უდრის ორს. რას უდრის? ორისა და ორის განაყოფი. გავიხსენოთ, თუ რიცხვს გავყოფთ იმავე რიცხვზე, მივიღებთ ერთს. მაშ ორისა და ორის განაყოფი ერთის ტოლია. ახლა მოდით ვიპოვოთ 6-ისა და 2-ის ნამრავლი. გამოვიყენოთ რიცხვითი წრფე. თქვენ ხედავთ რიცხვითი წრფეს, რომელზედაც 0-დან 20-მდე მიმდევრობით განლაგებულია რიცხვები. რას უდრის 6-ისა და 2-ის ნამრავლი? მოდით გამრავლება შევცვალოთ ჯამით. რა რიცხვია აღებული შესაკრებად? არის აღებული რიცხვი 2. რამდენჯერ? 6 ჯერ. 2-ს მივუმატოთ 2, მივუმატოთ 2, მივუმატოთ 2, კიდევ 1-2 და მივუმატოთ 2. მაშ რამდენი ბიჯით უნდა გადავინაცვლოთ მარჯვნივ? 2 ბიჯით. რამდენჯერ? 6 ჯერ. თვლას ვიწყებთ 0-დან. 1, 2, 3, 4, 5, 6. რა რიცხვი მივიღეთ? მივიღეთ 12. მაშ 6-ისა და 2-ის ნამრავლი უდრის 12-ს. რას მივიღებთ თუ 12-ს გავყოფთ 2-ზე? ისევ შეგვიძლია გამოვიყენოთ რიცხვითი წრფე. თვლას ვიწყებთ 12-დან, მაგრამ ვინაცვლებთ მარცხნივ, რადგან ხდება 2-ის მრავალჯერადი გამოკლება. 1, 2, 3, 4, 5, 6. მაშ 12-ისა და 2-ის განაყოფი 6-ის ტოლია. ახლა ვიპოვოთ 8-სა და 2-ის ნამრავლი. რა რიცხვი აღებული შესაკრებად? რიცხვი 2. რამდენჯერ? 8 ჯერ. ისევ თვლას ვიწყებთ 0-დან და 2 ბიჯით ვინაცვლებთ წინ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. რა რიცხვი მივიღეთ? 16. მაშ 8-სა და 2-ის ნამრავლი უდრის 16-ს. რას მივიღებთ თუ 16-ს გავყოფთ 2-ზე? გამოვიყენოთ რიცხვითი წრფე. 16-დან ვინაცვლებთ მარცხნივ 2 ბიჯით. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. მაშ 16 და 2-ის განაყოფი ტოლია 8-ს. რას მივიღებთ თუ 9-ს გავამრავლებთ 2-ზე? რა რიცხვია აღებული შესაკრებად? 2. რამდენჯერ? 9 ჯერ. ვიწყებთ თვლას 0-დან. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. მივიღეთ 18. მაშ 9-სა და 2-ის ნამრავლი უდრის 18-ს. როგორ ვფიქრობთ, რას მივიღებთ თუ 18-ს გავყოფთ 2-ზე? გამოვიყენოთ რიცხვითი წრფე. თვლას ვიწყებთ 18-დან, ვინაცვლებთ უკან 2 ბიჯით. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. უდრის 9-ს. ახლა მოდით ვიპოვოთ 2-სა და 3-ის ნამრავლი. რა რიცხვია აღებული შესაკრებად? რიცხვი 3. რამდენჯერ? 2 ჯერ. მოდით გამრავლება შევცვალოთ ჯამით. 3-ს მივუმატოთ 3. როგორც ხედავთ, 2-ზე გამრავლება ნიშნავს
გაორმაგებას. რას მივიღებთ თუ რიცხვ 3-ს გავაორმაგებთ? მივიღებთ 3-ს. მაშ 2-სა და 3-ის ნამრავლი იგივე არის 3-სა და 2-ის ნამრავლი და უდრის 6. ჩავწეროთ. 3-ჯერ აღებული 2 უდრის 6. რას მივიღებთ თუ 6 გავყოფთ 2-ზე? თუ 2-ზე გამრავლება გაორმაგებას ნიშნავს. როგორ ფიქრობთ? 2-ზე გაყოფა რას ნიშნავს? განახევრებას. გავანახევროთ რიცხვი 6. ანუ 6 უნდა გამოვაკლოთ იმდენი, რამდენის დაგვრჩება. ანუ 6 წარმოვადგინოთ 2 ტოლის შესაკრების ჯამის სახით. 6 ტოლია 3-ისა და 3-ის ჯამი. ანუ 6-ის განახევრებით ვიღებთ 3-ს. 6 გავყოთ 2-ზე უდრის 3-ს. ახლა ვიპოვოთ 4-სა და 2-ის ნამრავლი. შევცვალოთ თანამამრავლები ადგილებით, გამოვიყენოთ გამრავლების თვისება, თანამამრავლთა გადანაცვლებით ნამრავლი არ იცვლება. ანუ 2-ს გავამრავლოთ 4-ზე. 2-ზე გამრავლება ნიშნავს გაორმაგებას. 4-ის გაორმაგებით რა რიცხვს მივიღებთ? მივიღებთ 8-ს. მაშ 4-ისა და 2-ის ნამრავლიც 8-ის ტოლია. რას უდრის 8? 8-ისა და 2-ის განაყოფი? 2-ზე გაყოფა განახევრებას ნიშნავს. 8-ის განახევრებით მივიღებთ 4-ს. რას მივიღებთ თუ 2-ს გავამრავლებთ 2-ზე? გავაორმაგოთ რიცხვი 2. არის 4. 4 გავყოთ 2-ზე. ანუ გავანახევროთ 4. რას მივიღებთ? 2-ს. ახლა კი ვიპოვოთ 5-ისა და 2-ის ნამრავლი. ანუ რა რიცხვი უნდა გავაორმაგოთ? რიცხვი 5. რას მივიღებთ? 10-ს. რას უდრის 10 გაყოფილი 2-ზე? 2-ზე გაყოფა რას ნიშნავს? რიცხვის განახევრებას. რას მივიღებთ თუ 10-ს გავანახევრებთ? მივიღებთ 5-ს. ახლა კი ვიპოვოთ 10-ისა და 2-ის ნამრავლი. გამოვიყენოთ გამრავლების თვისება. თანამამრავლთა გადანაცვლებით ნამრავლი არ იცვლება. 2-ისა და 10-ის ნამრავლი ჩავწეროთ. 2-ჯერ არის აღებული 1 ათეული. რამდენია? 2 ათეული. 2 ათეული არის 20. რას მივიღებთ თუ 20-ს გავყოფთ 2-ზე? ანუ 2 ათეულს გავანახევრებთ, მივიღებთ 10-ს. ახლა კი გამოვიყენოთ ცხრილი. რამდენი სტრიქონია ამ ცხრილში? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. რამდენი სვეტია? 1, 2. რამდენი ღიმილია თითოეულ სტრიქონში? 1, 2. მოდით გავიგოთ სულ რამდენი ღიმილია. დავითვალოთ წყვილები. 2, 4, 6, 8, 10, 12, 14. სულ 14 ღიმილია. ჩავწეროთ ღიმილების ოდენობა მოქმედება მიმატების საშუალებით. 2-ს მივუმატოთ 2, მივუმატოთ 2, მივუმატოთ 2, მივუმატოთ 2, მივუმატოთ 2 და კიდევ 1, 2. რა რიცხვია აღებული შესაკრებად? რიცხვი 2. რამდენჯერ? 7-ჯერ. ჩავწეროთ გამრავლების სახით. 7 გავამრავლოთ 2-ჯერ. რა მივიღეთ? 14. მაშ 7-ისა და 2-ის ნამრავლი უდრის 14-ს. რამდენი წყვილის გამოყოფა შეგვიძლია? დავითვალოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. მაშ 14 გავყოთ 2-ზე, ტოლია 7-ის. ჩავწეროთ ცხრილში. 7-ისა და 2-ის ნამრავლი უდრის 14-ს. 14 გავყოთ 2-ზე, უდრის 7-ს.
მოდით გადავხედოთ ჩვენს მიერ შევსებულ გამრავლების ცხრილს და კიდევ ერთხელ წავიკითხოთ შედეგები. 2, 4, 6, 8, 10, 12, 14, 16, 18, 20. რამდენით მეტია ყოველი მომდევნო რიცხვი წინაზე? 4, 2-ზე 2-ით მეტია. როგორც ხედავთ, თითოეული რიცხვი წინაზე 2-ით მეტია. მას ჩვენ დღეს შევავსეთ 2-ზე გამრავლების ცხრილი. გამოვიყენეთ 1-ზე გამრავლების წესი. თუ რიცხვს გავამრავლებთ 1-ზე, მივიღებთ იმავე რიცხვს. ასევე გამოვიყენეთ რიცხვითი წრფე და ცხრილი. ამით ჩვენი გაკვეთილი დასრულდა. გისურვებთ წარმატება.